მაურიც ჰეისის სურათების სამეფო გალერეა ნიდერლანდებში, ჰააგაში მდებარეობს. სწორედ აქ შეგიძლიათ იხილოთ მე-17 საუკუნის ჰოლანდიელ და ფლანდრიელ ხელოვანთა ნამუშევრების დიდი კოლექცია. აქ გამოფენილი ჰოლანდიის ოქროს ხანის ხელოვნების ნიმუშებით მაურიც ჰეისი მსოფლიო მუზეუმებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს. მრავალთა შორის აქ შეხვდებით ვერმეერის, რემბრანდტის, იან სტენის, პაულუს პოტერის, ფრანს ჰალსის, იაკობ ვან რუისდალის, ჰანს ჰოლბაინ უმცროსის ნამუშევრებს. მუზეუმის შენობა მე-17 საუკუნეში აიგო. ის იოჰან მაურის ვან ნასაუს რეზიდენცია იყო. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. მაურიც ჰეისი იოჰან მაურის ვან ნასაუს სახლს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ჰოლანდიურმა დასავლეთ ინდოეთის კომპანიამ ის ბრაზილიაში თავისი ტერიტორიების მმართველად დანიშნა. ამავე პერიოდში იწყებს იოჰან მაურის ვან ნასაუ ჰააგაში სახლის მშენებლობას. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ 1704 წლის 23 დეკემბერს გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა შენობის ინტერიერი და ყველაფერი, რაც იქ ინახებოდა. გადარჩა მხოლოდ კედლები. საბედნიეროდ, თითქმის მთლიანად განადგურებული შენობა მალევე აღადგინეს. 1820 წლამდე შენობას არაერთხელ შეეცვალა ფუნქცია. 1820 წელს კი ის ხელოვნების ნიმუშთა სამეფო კოლექციის შესანახად ნიდერლანდების გაერთიანებულმა სამეფომ შეისყიდა. 1822 წლის 1 იანვრიდან ის მუზეუმად გადაკეთდა. 2014 წელს მაურიც ჰეისის მუზეუმში დასრულდა 2012 წელს დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები. დღესდღეობით ის დამთვალიერებლისთვის ღიაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად მაურიც ჰეისს 200,000-დან 270,000-მდე ადამიანი სტუმრობს.